სავსაშიშროების გამო მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. Ამ დროისთვის მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები. თოვის და ლიპყინულის გამო მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი გუდაური ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი მლეთის და კობი ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია, ხოლო მლეთა გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 2 და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი გუდაურის და კობი ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია. ამავე გზის სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. ნალექი გვაქვს გუდაური კობის მონაკვეთზე, სადაც იძულებული ვიყავით შემოგვეღო რეჟიმი და აკრძალვა არის გუდაური კობის მონაკვეთზე მისამბელიანი და ნახევარმისამბელიანი ავტოტრანსპორტის. თოვა გვაქვს გომბეურის უღელტეხილზე, მაგრამ რეჟიმი არ შემოგვიღია, ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის. თოვა გვაქვს ნაქერალას უღელტეხილზე, არც იქ რეჟიმი არ შემოგვიღია, ამის საჭიროება არ არსებობს.